არ გაზრდილა მათი პენსია. დღეს ახალგაზრდული პოლიტიკური დებატების გამარჯვებულები გამოავლინეს პროექტის საუკეთესო მონაწილედ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა დასახელდა. ეს არის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელშიც წელს 12 პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს შორის დებატებს მართავდნენ. პროგრამის მიზანი ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა და პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა. გამარჯვებული გუნდი დღეს ჯონ ბასმა დააჯილდოვა. Sponsored by the embassy, implemented. სურს მიულოთ, რომ ამ წლის გამარჯვებულებსაც გახავთ პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ახორციელებს, აი რა არის მეშვეობით. ეს გახავთ ხელშეწყობა დებატების განვითარებისა, ასევე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კონკურენციის ხელშეწყობა. ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციით, ხუმრობა საქმე ხო არ არის ზედიზედ. მეორედ გამარჯვება, ეს უკვე ყველა ხვდება, რომ შემთხვევითობა აღარ არის, არამედ უკვე კანონზომიერება, ძალიან გამიხარდება. და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა ყოველთვის იქნება ფავორიტი. ეს გამარჯვება დამსახურებული იყო სწორედ იმის, რომ ჩვენ გუნდურად, ერთობლივად, ძალიან მიზანმიმართულად და თავდავზოგავად მუშაობდით.